მოგესალმებით მეგობრებო, ვინც არ მიცნობთ, მე მქვია ბესო და მაქვს ბოწურების მცირე საჯიშე მეურნეობა. მე უკვე მრავალი წლებია ამ საქმიანობას ვეწევი და ასე ვთქვათ, მოწამლული ვარ მებოწრეობით. ამ საქმის სიყვარულიდან გამომდინარე, ფიქრობ საკმაო გამოცდილება დამიგროვდა და მსურს გაგიზიაროთ ჩემი ცოდნა, განსაკუთრებით მოყვარულებს და დამწყებ მებოწრეებს. მსურს ასეთი ტიპის ვიდეოები შევქმნა, რომელსაც შემეცნებითი ხასიათი ექნება. ვისაუბრებ ბოწრების მოვლა, მკურნალობასა და პრეპარატებზე, ასევე სხვადასხვა ჟიშის თვისება დანიშნულებაზე. თუ მოგეწონათ წამოწყება და თვლით რომ ეს თქვენთვის საინტერესო იქნება, გთხოვთ მოიწონოთ ვიდეო და გადააზიაროთ. ახლა კი დროებით დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს თქვენს ყველა კარგ საქმეში და წამოწყებაში. გამარჯობათ მეგობრებო, მოდით დღეს პატარა ისტორიული რაკურსი გავიაროთ ბოწრის აღმოჩენა, მოშინაურებასა და გავრცელების არეალზე. იცოდით რომ თანამედროვე ბოწრის ისტორია 1000 წლების წინ იბერიის ნახევარკუნძულზე დაიწყო. ძველმა ფინიკიელებმა ამ მიწას იშპანი შეარქვეს, რაც ბოწრების სანაპიროს ნიშნავს. რომაელებმა პირველებმა შეამჩნიეს მათი პოტენციალი. მათ დაიწყეს ბოწრების მოშენება სპეციალურ შემოღებულ ტერიტორიებზე. სწორედ რომაული ლეგიონების მეშვეობით გავრცელდნენ ეს ცხოველები მთელ ევროპაში. ნამდვილი მოშინაურება კი შუა საუკუნეების მონასტრებში მოხდა. ფრანგი ბერები მათ გალიებში ზრდიდნენ, რამაც საფუძველი ჩაუყარა სელექციას და სხვადასხვა ჟიშების ჩამოყალიბება. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში ბოწრები გემებით ამერიკასა და ავსტრალიაში მოხვდნენ. მათ ადვილად აითვისეს ახალი გარემო და დღეს ისინი დედამიწის თითქმის ყველა წერტილში გვხვდებიან. დღეს კი მებოწრეობა მაღალტექნოლოგიური დარგია, რომელიც აერთიანებს საუკუნოვან გამოცდილებას და თანამედროვე მიდგომებს, პატარა ველური ბოწრიდან მსოფლიო მეურნეობის მნიშვნელოვან ნაწილამდე. დღეისათვის არსებული ასეულობით დეკორატიული თუ სამეურნეო ჯიში სწორედ იმ ველური ესპანური ბოწრისგან მომდინარეობს. ახლა კი დაგემშვიდობებით, იმედი მაქვს საინტერესო თემაზე ვისაუბრე და აწი უფრო მნიშვნელოვან თემებზე მოგითხრობთ.